რა იგულისხმება გამართლებაში, ანუ იღბალში. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ორად არის დაყოფილი. ერთი არის შემთხვევითი გამართლება, შემთხვევითობას, რასაც ვეძახით და მეორე არის შექმნილი. შექმნილი მიწერია სიტყვა, ამიტომ გავიმეორებ. შემთხვევითი გამართლება არის ისეთი გამართლება, როგორიც დაიბადე პარიზში, ჟან-პოლ გოტიეს მეზობელი ხარ, შენ მშობლებს აქვთ რაღაცა ბიზნესი, ძალიან ლამაზი ხარ, რაღაცა სტანდარტებს აკმაყოფილებ, ან დაიბადე სასწაული რაღაც მუსიკალური ნიჭით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შემთხვევითი გამართლება არის ის, რაშიც შენ მონაწილეობა არ მიგიღია. და შემთხვევითი გამართლება ასევე შეიძლება იყოს შემთხვევითი გაუმართლებლობაც, ხო, ვიღაცა დაიბადოს შეიძლება ერაყში, ომის დროს, ისეთ ოჯახში, ანუ შემთხვევითი, ესე ვთქვათ, ყველაფერი ცხოვრებაში არის ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული. თუმცა შენ ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებ და რა რეაქცია გექნება, ეგ უკვე შენზე არის დამოკიდებული. ვივიანი, აქ ჩემ უკან თუ ჩანს კედლის ფერია. შექმნილი გამართლება არის მაგალითად არჩეული პროფესია, სამეგობრო წრე, რომელ ნათესავთან იმეგობრებ, რომელ ივენტზე წახვალ, რომელ საათზე იძინებ, როგორ უვლის თავს, გაქვს თუ არა სოციმედია, თუ გაქვს რას პოსტავ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სრული კონტროლი გვაქვს და რაც არ უნდა დისციპლინირებული ვიყოთ და რუტინა შევიმუშავოთ რაღაც სულ გაგვიმართლებს, იმიტომ რომ ორი კომპონენტია. ის, რაზეც არ გაქვს კონტროლი და ის, რაც შენ შეგიძლია გააკეთო, ანუ მოქმედება. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ სრულ კონტროლსა და უკონტროლობას შორის არის მოქმედება. ანუ ჩვენ იმით თავს ვერ გავიმართლებთ, თუ ვინმე ამბობს, რომ მე უიღბლო ვარ, მე ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ. ვინც ამბობს, რომ უიღბლო ვარ, ის თავს ვერ გაიმართლებს, რომ მოდი ბარემ არ ვიმოქმედებ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაპრალი არის იმას შორის, თუ ესე ვთქვათ, უმოქმედობას რა მოაქვს და რა მოაქვს მოქმედებას. მოქმედებას 100 ჯერ ერთი შესაძლებლობა და შანსი მაინც მოაქვს, ხო?